Დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს გიფიქრიათ ერთხელ მაინც იმაზე, რა იქნებოდა თქვენი აზრების მატერიალიზაცია რო შეგეძლოთ. მეტიც იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცებს ეს გაგიკეთებიათ კიდევაც ცხოვრებაში. მაგალითად მე გამიკეთებია არაერთხელ. აი მაგალითად ადამიანზე იფიქრე და ის ადამიანი იმ მომენტში გირეკავს. ან სადღაც ქუჩაში შეგხვდა. აი რაღაცაზე ოცნებობ ძალიან გინდა და ჰოპ, იცოცხლება რაღაცნაირად აგიხდა. როდესაც რაღაცას გაიფიქრებ და ასევე შენი მეგობარი ზუსტად იგივეს ფიქრობს. და მანქანა რომ მოდის და რომ უნდა გავატაროთ. თუმცა, აი ამ ყველაფერს რაღაცა ინსტრუქციები აქვს, რაღაცა წესები აქვს, რაღაცა კანონებს ემორჩილება. და დღეს სწორედ ამაზე სასაუბროთ, მივდივართ შენ სივრცეში, სადაც იმართება манифестაციის ვორქშოპი, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი ოცნებები რეალობად ბევრი ძალისხმევის გარეშე. წავედით. გამარჯობა ანი, როგორ ახარ? კარგად, თავად? მეც ძალიან კარგად. რაღაცა რეცეპტები უნდა გამოგტყუო ახლა. ახურებელთან და მივიტანო. პრინციპში გამოტყუება არ გჭირდება, შენ თვითონაც აზიარებ ამას უკვე კარგი ხანია. და ხალხმაც აიტაცა, ხო, რაღაცა მოთხოვნა არის რა манифестაციებზე და იმის ცოდნაზე იმის შესახებ თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები ცხოვრებაში რეალურად. ანუ რეალურად ჩემ პრაქტიკას და ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ ჩემ სივრცეში. და რასაც მე გამოვცდი, შემდეგ ის მიმაქვს ჩემს გამომწერებთან და მგონი კარგად მუშაობს, იმიტომ რომ დაინტერესება კარგია ეს ერთი და შემდეგ უკავშირი რასაც მიზიარებენ ხოლმე, ეს კიდე უფრო ისეთია სუყე. ანუ რას ნიშნავს აი საერთოდ манифестაცია? კი მქონია ცხოვრებაში რაღაცა ეგეთი მომენტები, როცა აი სუნთქო შეგეკრება ეს როგორ მოხდა, აი არანაირ ასე ვთქვათ ლოგიკას არ ექვემდებარება მაგისი მოხდენა და აი თითქოს სასწაული არის და ერთი მახსოვს, როდესაც აი ცოტა გამოღვიძების რაღაც პირველი ეტაპი მქონდა და მეგობარს მივწერე ძველ მეგობარს რაღაც საქმეზე. ახსოვდა, რომ ლექციის დროს დაუხატე მანქანა. დაუხატე მართვის მოწმობა და გასაღები. შენ დაუხატე? კი, მე დაუხატე და ეს მივეცი რა. და ამ მიმოწერაში რაღაცა ნოსტალგიური საუბარი გაება და ეს გადმოიღო, ასე ვთქვა და აი მე ნახე რა მაქვს შენახულიო და ეს რო წამოიღო, ვაიმე არ არსებობს ზუსტად ესეთი მანქანა მყავს ეხლაო რა. და მე გამიზიარა ფილმი საიდუმლო. ანუ შენ დაეხმარე манифестაციას. ხო, ნუ და მე აი მანდედან შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ეგ რაღაცა და დავიწყე ეგ თამაში, რასაც ქვია манифестირობა. ჩვენი ცხოვრება манифестაცია, თუ აი ამ კუთხით შევხედავთ, რომ რეალურად რა ენერგიასაც ვდებთ, რაშიც ვდებთ ენერგიას, შემდეგ ის იქცევა ჩვენს ცხოვრებაში მატერიად. ეს არის მთელი საიდუმლო რეალურად. თუ აი ამ კუთხით ვიცხოვრებთ ყოველდღიურობაში რეალურად ჩვენს ფიქრებს, ჩვენს გაჟღერებას, დამატებით კიდე რაღაცა ძალას და დანიშნულებას და დატვირთვას მივცემთ, განზრახ,
ეს უკავშირი შემდეგ ხელშესახები ხდება რა და ამას ვხედავთ და ვგრძნობთ და შევიგრძნობ. აი ის იდეალური სამყარო, რომელიც მე მინდა რომ არსებობდეს, სადღაც პარალელურ განზომილებაში უკვე არსებობს კიდევაც. და შენ ირჩევ მაგას. რომელია შენი სასურველი და შენთვის იდეალური. და აი ეგ არის სამნიშნელოვანი, რომ აი ამ თამაშ-თამაში და ამ მანიფესტაციობანათი რეალურად შენ ქმნი შენთვის სასურველ ცხოვრებას, შენთვის სასურველ რეალობას. თუმცა აი ჩემი პრაქტიკით და გამოცდილებით სამყაროს ცოტა არ უყვარს აი ეს რაღაცა ცოტა დალოდების პრინციპი რო აქვს ადამიანს, ან ცოტა აი მიჯაჭვულობის კონკრეტულ სურვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ მანდაც ენერგია იხარჯება აი დალოდების კუთხით, რომ აი რაღაცა აი შენ რა თქვი გამოდის არ გამოდის, ხო? მაგალითად რაღაცა სურვილზე გავაკეთე განზრახვა, ვიმანიფესტირე, კონკრეტული პრაქტიკით, ან უბრალოდ ჩვეულებრივად წარმოვიდგინე. გაუშვი სამყაროში ეს ენერგიები და შემდეგ ვზივარ და ველოდები. და აი ამ ლოდინის რეჟიმში შეიძლება უბრალოდ ამ ლოდინის რეჟიმში მე აწმყოდან ამოვარდნილი ვარ და შეიძლება ესე ლანგარზე მორთმეული მართლა მიდევს აწმყოში და ვერ ვხედავ მე, იმიტომ რომ იმ რაღაცას ველოდები. ამიტომ აი ეს მანიფესტაციის პრაქტიკები რაც არსებობს და ძალიან ბევრნაირი არსებობს, თავარია შენ გემოზე მოირგო, რომელია შენთვის ესეთი სასურველი, რომელიც ასევე სიამოვნებას განიჭებს, უფრო მარტივი და ამ შემდეგ. ეს ყველაფერი რაღაცა მომენტებში მოიყვანო შენ ცხოვრებაში, იმანიფესტირო, ჩადო განზრახვა და მე ისევ აწმყოში გააგრძელო ცხოვრება. ოცნებასავით, კაი, რაღაცას უშვებ, აზრს, განზრახვას, მაგრამ შენ მე არ იცი ეს განზრახვა რა გზით აგისრულდება, ამიტომ რა გზასაც შემოგთავაზებს განგება, ყველა გზაზე უნდა დათანხმდე. აუცილებლად. შენ სურვილში უნდა შეხვიდე და ბოლომდე უნდა იქნა შენი სურვილი როგორც რეალობა. და როგორც აი შენი ყოველდღიური მდგომარეობა, იმიტომ რომ რაც უფრო კონკრეტული მიზანით სურვილი ხო, მატერიალური თუ არა მატერიალური, რაც უფრო აი ამ მომენტისთვის მიუღწევლად გეჩვენება, აი ცოტა ძნელად და რთულად, კიდე ეს გზა და ეს გასავლელი პროცესი ამ სურვილამდე და მიზნამდე კიდე უფრო რთული და კიდე უფრო ჩახლართული ხდება. ამიტომ არის ამ შეგრძნებებით ცხოვრება და შენ სურვილს რეალურად ამ შეგრძნებით მიყავ ხარ ამ ხუთივე სენსით, რაც არის ეს ჩვენს ორგანოში ხუთივე შეგრძნება, რომ რაც უფრო გაითავისებ, რომ შენია ეს სურვილი ყოველგვარი ძალისხმების, ყოველგვარი რაღაცა დაბრკოლებების გარეშე მოდის შენთან. რეალურად უნდა გაითავისო, რომ შენ ეს გეკუთვნის, ამის ღირსი ხარ და ეს არის შენი ყოველდღიური ნაწილი. ხო, ეგ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ხარ, რომ უნდა გაითავისო და იგრძნო, რომ ეს არის შენი ყოველდღიურობის ნაწილი. ერთხელ ერთმა ადამიანმა ეგეთი სავარჯიშო გამაკეთებინა. ხო, ყველანი ფულზე ვოცნებობთ, ასე ვთქვათ, რომ ყოველს მინდა რომ ბევრი ფული კონდეს და მაგაზეც კარგად გეტყვი. ხო, აი ძალიან მაინტერესებს. კიდე მეკითხება, რომ აი ხა წარმოიდგინე, რომ გიდევს 10,000 კომფორტულად ხარ, გიდევს 20,000 კომფორტულად ხარ და რომ ვითხრა რაღაც 100,000, აი ფოთოსავით დამეწყო. მივხვდი, რომ შინაგანად ცნობიერად არ ვარ მაგისთვის მზად. ნახე აი როგორ არის ფულთან მიმართებაში, ძალიან კარგად შეიძლება ამისი გადმოცემა, რომ ფულიც არის ენერგია, ანუ ლარიც ენერგია იდენტობის და ასევე არ ვიცი მილიონსაც იგივე ენერგია აქვს. უბრალოდ ეს ხარისხი და ღირებულება ლარს თუ მილიონს ამას შენ აძლევ. ანუ შენთვის თუ ის მილიონიც ანუ ხარისხობრივად მისაღები და ოკეი არის რომ ეს შენ შეგიძლია მიიღო და ამას რაღაცა განსაკუთრებულ ღირებულებას არ ანიჭებ, რომ აი მიუღწევად ღირებულებას არ ანიჭებ, ანუ ეგეც მოდის შენ. ანუ შენი შესაძლებლობები, შენი სურვილები, შენი მიზნები არის ულიმიტო და უშრეტი. ამიტომ ჩარჩოში ნუ მოაქცევ შენ სურვილს და ნუ გექნება მარტო ის, აი ნუ მოიხაზავ ესე რომ ვთქვა, რა აი გაცდი, იმაზე მეტი მოითხოვა, იმაზე მეტ შეეხე, იმიტომ რომ რეალურად შეგიძლია. თუ ერთმა ადამიანმა შეძლო, სხვა ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია, იმიტომ რომ ის რესურსი და შინაგანი პოტენციალი ყველას გვაქვს ამისი. პირველ რიგში შენი პირადი გამოცდილება მაინტერესებს, რატომ მიხვედი და როგორ მიხვედი ამ თემებამდე. და შენ ცხოვრებაში რა მოხდა ისეთი, რამაც განახარო
ეს მუშაობს და მე ამ გზას უნდა წავყვე. სასწავლების ყოველთვის მჯეროდა, ანუ ყოველთვის მაგ კუთხით ძალიან მეოცნება. ანუ ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ მეოცნება, ეგ ძალიან დღემდე ჩემია. ყოველი დღე რაღაცნაირი განსაკუთრებული დასასწავლი არა, აი თითქოს აი ფაზლები ესე გაშლილია და აი ერთი რაღაცა ფიქრი, რაღაცა იდეა განზრახვა და მე თავისით ესე მოდიან. აღარ ახლა სულ ესე კი არ ხდება, რომ ეგრევე მომენტალურად შეიკრება ეს ფაზლი და ერთი მთლიანობა ესე ლანგარივით. არა, აი შეიძლება ამას რაღაცა პროცესი დაჭირდეს და ამისი მიმღებლობაც მაქვს, რომ მაგალითად და ჩემი შეგრძნებით, ანუ მართლა ყოველი დღე რაღაცნაირი პატარ-პატარა სასწავლებისგან შედგება, რომელიც მთლიანობაში ანუ ესე იგი შენი ცხოვრება არის ესეთი ერთი დიდი მანიფესტაცია, რასაც ყოველდღიურად შენ სასურველ რეალობას იქმნი შენ ცხოვრებაში. კი. და როგორი არის ეგ რეალობა? აი რა ფერებში ხატავ? ანუ რეალურად აი პირველ რიგში სუსუთავიდან მანიფესტაციისა ესეთი განზრახ მანიფესტაციები რა დავიწყე. ძირითადად ჩემი სურვილები სულ მატერიალური იყო, აი მატერიალური და სულ ამაზე ვიყავ, აი ფულზეც ერთი პერიოდი, ფულზე ძალიან ისე კარგად კონცენტრირდებოდი და ქუჩაში დოლარებს და ევროებს პოულობდი და ახლანდელი მდგომარეობით დიადი მატერიალური სურვილები თითქოს ცოტა ჩაიკარგა, რაღაცა მნიშვნელობა დაკარგა და უფრო აი რაღაცა შინაგან მდგომარეობაში როცა კარგად ხარ თავისით რომ მოდის რა აი არაფრისგან რომ მოდის მადლიერება აი ამითი ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას და რეალურად ეს არის ის შემადგენელი კომპონენტი რაშიც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ძალიან ბედნიერი ვარ აი ამ ყოველდღიურობაში ესეც მანიფესტაცია რეალურად რომ შინაგანი მდგომარეობით მე როგორც მინდა რომ ვიყო აი რაღაცა მსუბუქად ლაღად აი სიყვარულის ენერგიებით როცა ვარ სავსე, როცა არ ვიცი უცხო ადამიანისგან რაღაცა ისეთი კომპლიმენტი მოდის, რაღაცა არ ვიცი აი რაღაცა სითფორო მოდის რა, ესე არსაიდან აი არ ითხოვ და მოვიდა. აი ამით ვღებულობ ძალიან დიდ სიამოვნებას. აჰა. აუნ მანქამდე მიხვედი იმ გზით გავლით, რომ ჯერ მატერიალური სურვილები ქონდა, ხო? და მატერიალურმა სურვილებმა ვერ შეგივსო რაღაცეები ბოლომდე. ხო, იცი როგორ არის ადამიანი ესე არის მოწყობილი, რომ რაღაცა ერთ მიზანს რომ მიაღწევს, ჰოპ, და ერთი აი ჩაისუნთქე, ამას უნქი და ეხლა მეორე ახალი მიზანი, ანუ არასოდეს არ ჩერდები რა, ეს არის რაღაც ისეთი პროცესი, ანუ სულ მეტი გინდა და აი ამ მიზნის მიღწევის ბოლოში ძალიან ხშირად განვიცდიდი შინაგან სიცარიელეს, აი ფრუსტრაციის განცდა მქონდა ძალიან ხშირად. აი ბოლომდე რომ აი დაცლილი ხარ და აი ცარიელი რო ხარ. და მე ან კითხვებით მივედი რა, შინაგანი კითხვებით მივედი, რომ აი რატო რისთვის ხდება, ანუ რატო ხდება ესე და მე მივხვდი რომ კი ესეც ძალიან კარგია და რეალურად ამაში ენერგიის დახარჯვა ძალიან კარგია, თავდაჯერებაც მოდის ყველაფერი, მაგრამ თუ შინაგანი მდგომარეობა ცოტა ცარიელი გაქვს და რაღაცნაირად გაწოვილი გაქვს, ანუ არანაირი მატერიალურ ღირებულებას აღარ აქვს ისეთი აზრი და იმ გემოს ვერ ატან რა. და მე დაიწყე უკვე შინაგანი მდგომარეობის ჩაქსოვა მანიფესტაციებში და განზრახვებში, ხო? როგორ აკეთებ ხოლმე? რეალურად პირველი რასაც აკეთებ, შენ თავთან რჩები მარტო კომფორტულად, რაღაცნაირად აზრები უნდა გაისუფთავ, სხეული დაიმშვიდო და რეალურად წარმოიდგინო შეგრძნებით, ამ ხუთივე შეგრძნებით, შენი რეალური სურვილები, რომელიც გინდა რომ მატერიალიზდეს იმ რაღაც კონკრეტულ ვადაში, მაგალითად 2025 წელს, როგორ გამოიყურება, აი როგორი ხარ ამაში. და გარდა აი ამ წარმოდგენისა, რომ ეს შენს რეალობაში უკვე დაშვება გაქვს, რო არის და გაქვს. აი ემოციურ მდგომარეობას უნდა დაუკვირდ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ემოციურ შეგრძნებას რა, რომ აი როცა აგისრულდა ეს შეგრძნება, მანდაც აი პატარა გადამოწმება ხდება, რამდენად შენია, შენი გულის სურვილია, იმიტომ რომ ხშირად რაღაც გარედან მოწებებული სურვილები გვაქვს ხოლმე, რომ იმას როა, აი მეც მინდა თუ რაღაც მსგავსი. რომ ის ემოცია, რასაც შეიგრძნობ აი ეს როცა სურვილები სრულდება, მერე რა ხდება შენ ცხოვრებაში, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რა, მერე რა ემოციებით ხარ.
და თუ ეს ემოციები რესურსებით და პოზიტიური ენერგიებით სავსეა, მადლიერებით სავსეა, სიყვარულით სავსეა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ამ შენ კონკრეტულ სურვილს და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევ მართლა მატერიალიზდეს. ვიზუალურად როგორ შეიძლება რომ ესე ფურცელზე გადმოტანილი იყოს, ფოტოებად, იმიჯებად და შეგიძლია ამის ყველაფრის კოლაჟი გააკეთო. შეიძლება ეს იყოს 1 წლის, 9 წლის, 10 წლის და ეს გაქვს ისეთ ადგილას დაკიდებული ან დადებული, სადაც თვალი აი წამიერათაც შეავლო თვალი, უცბად შენ შეგრძნებებს, ანუ შენ სენსებს ახსენდება უცბად და კიდევ ახალ იმპულსებს აგზავნიან რა, ანუ არ არის აუცილებელი ყოველდღე იდგე უყურო და ამანიფესტირო რა, ერთი თვალის შევლებაც საკმარისია და ის ახლიდან აქტიურდება და რაც უფრო ესე ხშირად თუნდაც გაუცნობიერებლად ააქტიურებს შენს ამ სურვილებს, უფრო მარტივად და უფრო ისე მოდის და ძალიან კაი პრაქტიკაა. იმ ვიბრაციაში ჯდები, სადაც ეგ სურვილი არის. კი, თავისით ხდება რა, აი თავარია აი მანიფესტაციაში ეგ კითხვა არ დასვა როგორ რანაირად რა, ანუ აი სამყარო ყველაფერს გილაგებს, როგორც საჭიროა სასურველ დროსა და მომენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დობა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მაქვს, ნუ უფრო ეხა კიდე ცოტა მაგამბიდან გამავედი, მაგრამ დობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ არ უნდა გადაამოწმო ესე რომ ვთქვათ რა, აი სამყარო არ უნდა შეამოწმო. არ გამოსცადო უფალი. ანუ უნდა ანუ აი უნდა მიენდო რა პროცესს და ზუსტად იმ მომენტში მოვა, როცა აი ამისი მზაობაც გაქვს და ამისი დრო არის. და მინდობა ალბათ გულისხმობს იმასაც, რომ თუ არ მოვიდა, ესე იგი ჩემთვის ჯობდა რომ არ მოსულიყო და მე რაღაც ან უკეთესი მოდის. ეს ძალიან ხშირად მაგაშიც კარგი გამოცდილება მაქვს, რომ ხშირად ჩავციკლოვა რაღაცა ერთ კონკრეტულ სურვილს, რომ აი პატარა ბავშვით ეს მინდა და ნუ აი რაღაცა ვეჯაჯგურები და ამ დროს უზარმაზარი, ამაზე უფრო კარგი, ამაზე უფრო დიდი რაღაცა მოდის და მე ამას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ იმაზე მაქვს ფოკუსი და აი მაგამ ბავშვით მიჯაჭულობა ძალიან გვაშორებს მართლა რეალურ იმ რაღაცასთან. კი, ზუსტად მესმის ახლა რასაც ამბობ რა. ერთი პერიოდი, აი ჩემს ცხოვრებაში როგორ დაიწყო მანიფესტირება, ნუ სახარებას ვკითხულობდი და ნუ ამ სულიერ გზაზე სახარება იყო პირველი, ასე ვთქვათ, რასაც ჩავწვდი რა. და ვიყენებდი როგორც სახელმძღვანელოს, ცხოვრების სახელმძღვანელოს. იქ არის ეგეთი ფრაზა, ითხოვეთ და მოგეცემათ. ანუ ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს, ხო? ითხოვე და მოგეცემათ და ვითხოვდი მეც რა რაღაცებს, მაგრამ მე დავაყენე ჩემი თავი, ესე მდგომარე, ანუ ვის ვთხოვ? ნუ ისევ სახარებას ვერ ვყდო, რომ მამას ვთხოვ რა. ნუ მამას თუ ვთხოვ, ასე იგი მამა ყველა სურვილს ასრულებს? ანუ მამა არ ასრულებს ყველა სურვილს, ეგ არ არის კარგი მამა, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს, იმიტომ რომ ბავშვმა არ იცის ყოველთვის რა არის მისთვის კარგი და ხანდახან შეიძლება დესტრუქციული რაღაცები უნდადეს, ხო? რომ მოვიდეს ახლა შვილი, რომ აუ მამა რაღაც არ ვიცი, ნარკოტიკისთვის მჭირდება ფული, არ მისცემს ხო მამა ფულს. ჩემი თავი დავაყენე მამის როლში და ჩემთან რომ მოვიდეს შვილი და მთხოვას ფული. რა იქნება ჩემი რეაქცია? მე ვკითხავ რა გინდა? ანუ აუცილებლად ვკითხავ რა გინდა? რო გადავამოწმო მისი რეალური სურვილი რა არის? და ამ დიდ მამასთანაც ეგეთი ურთიერთობა დავამყარე, ასე ვთქვათ. აი რაღაც სურვილი რომ მომდიოდა, ფული, ეს რა გინდა? მე ეს წარმოსახვითი მამა, რომელიც ყავს მეკითხება და აი ამ დიალოგში შევდივარ და ამ დიალოგში ჩავდიოდი იმ რეალურ სურვილამდე, რაც მართლა მინდოდა რა. და მე და მამა თითქოს აი თანხმდებოდი, ეგ იყოს რა და მაგაზე გამახსენდა ერთი ბავშვობაში, მესამე-მეოთხე კლასში იყო ეგეთი პატარა მოთხრობა. მამა და შვილი არიან ოთახში და მამასთან მიდის შვილი და ეუბნება რომ მამიკო სათვალე მიყიდეო. და მამიკო ეკითხება რა გინდა შვილო სათვალეო და მინდა რომ შესავით კითხვა ვიცოდეო. და მამამ შვილს ანბანი უყიდა. ესე მთავრდება ეს მოთხრობა რა. და აი მანდაც დავინახე მანიფესტაცია როგორ მუშაობს რა, ასე ვთქვათ, რომ აი ხანდახან მე მინდა რომ კითხვა ვიცოდე და სათვალეს ვითხოვ, იმიტომ რომ მე მგონია რომ სათვალეს თუ გავიკეთებ, კითხვა მეწოდინება. და
აი მანდ მივხვდი რომ აი საჭიროა რომ აი მსურვილს კარგად ჩავ ძირში ჩახვიდა რისთვის გინდა ისთვის მინდა ხო რამდენად სასარგებლოა და აი მაგაზე რომ მითხრა ეხა 1-2 სიტყვა ეს რამდენად მნიშვნელოვანია რომ რეალურად გამოერკვე ამ სურვილში შინაგანად რა არის შენი სურვილი ნამდვილი სურვილი რა არის იმიტომ რომ მე რო ჩავყევი რა სურვილებიც გქონდა აღმოჩნდა რომ საერთოდ არც ერთი სურვილი არ იყო ჩემი არც ერთი სურვილი არ იყო ჩემი და მარტო ერთი სურვილი დამრჩა ბოლოში. მაგას ვეძახი გულის სურვილებს. რეალურად გულის სურვილების სხვა არის, საჭიროების სურვილების საერთოდ სხვა არის. ამიტომ ხშირად, როდესაც აი ამ კონკრეტულ სურვილებზე კონცენტრირდებით, ხოლმე უნდა ვკითხოთ, აი ხშირად უნდა ვკითხოთ ჩვენს შინაგან ხმას, რომ ანუ რამდენად ჩემი ან რა სარგებლიანობა შეუძლია მომიტანოს მე ან აი ყველაზე ისეთი კიდევ უფრო ძირში რო ჩავიდე და აი ძალიან კარგად მიდიოდი შენ ანუ კარგად ანუ აპრაქტიკებ მაგას რომ რეალურად ის რაღაცა სურვილები რაც გვინდა რომ მოხდეს ანუ მისი რაღაცა საბოლოო მიზანი თავარი მისია თავარი დანიშნულება რა არის ანუ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ გამოვარკვიოთ რომ ანუ რას ემსახურება, ანუ რეალურად რისთვის მინდა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ამ ყოველდღიურ თუნდაც განსაკუთრებით მატერიალურ სურვილებში ისე ვიძირებით ხოლმე, რომ უბრალოდ ესე გვინდა, რომ აი იმასაც აქ და მოდი მეც მქონდეს რა. და ამაში ის თავარი გულის სურვილები, რასაც მართლა რეალურად ჩვენთვის სიამოვნება, სილაღე, ბედნიერება, ჰარმონია მოაქვს, ხო ის მდგომარეობები, რომელიც ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სუფთა არის. იმას არ ვიცი, ყველაზე ბოლოსში ვიტოვებთ ხოლმე და ამიტომ ნებისმიერი სურვილის მანიფესტაციამდე ესეთი ის შეგვიძლია ფორმულირება მოვახდინოთ და დაველოდოთ ჩვენ შინაგან ხმას, რას გვიპასუხებს, რომ კონკრეტულად ეს სურვილი რამდენად ეკოლოგიური, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის, რას მოგვიტანს, აი, კარგს. თუ შეიძლება რომ ეს სურვილი დამაზიანებელი იყოს ერთი ადამიანისთვისაც მაინც სამყაროში ეს უკვე არაეკოლოგიურია და რაღაცა შემდეგ ესეთ უკავშირს მოიტანს რომელიც საერთოდ სხვანაირად შეიძლება შემოტრიალდეს. ტექნიკა არსებობს რომ ეს სურვილი ამისრულდეს თუ ეს ეკოლოგიურია და ზიანს არავის მოუტანს ან რაღაც ეგეთი დათქმა უნდა გავაკეთო წინასწარ. შეიძლება ესე დათქმა არ გააკეთო, მაგრამ შენ თავში გააცნობია რომ ანუ ისე გაუაზრებლად არ გააკეთო რა. ანუ რეალურად ყველა ხო გაჟღერებულ სიტყვას რაღაც თავის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა აქვს. ოღონდ ეს აღარ მოხდეს და ყველაფერზე თანახმავარ და ყველაფერზე თანახმავარ იმხელა გაცვლა არის რომ აი უდიდესი და ამიტომ მანდაც ხო რაღაც აი ძალიან დაფიქრებით, დაკვირვებით ჭირდება ჩაფიქრება რეალურად. რამდენად საჭიროა რომ რაღაც სურვილი თუ ჩავიფიქრე, დავრჩე ერთ გული ამ სურვილის და ძალიან სწრაფად არ ვიხტუნაო იქით-აქით. თუ აი მაგალითად გადავწყვიტე რომ აი ეს მინდა და უი არა ეხა ეს მინდა, არა ეხა ეს მინდა, არა ეხა ეს მინდა, არა ეხა ეს მინდა. აი მაგ შემთხვევაში რა ხდება, როგორ მუშაობს ენერგია? ჯობია რომ ერთზე დავრჩე კონცენტრირებული და ესე პატარ-პატარა ჭები გავთხარო. იმდენად განვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობ და აი მე პირადად არ ვიცი ყოველდღე გუშინ რომ რაღაცა ჩემთვის იყო ღირებული, მნიშვნელოვანი. დღეს შეიძლება ანუ რაღაც ჩემი განვითარების და ევოლუციის გზაზე რაღაცები შეიცვალოს და შეხედულებები შემეცვალოს ან რაღაცა საერთოდ სხვანაირად შევხედო. შესაბამისად, გუშინ რომ ეს სურვილი ჩემთვის ძალიან აქტუალური და აქტიური იყო და ყოველ წელს ესე ხდება, იმიტომ რომ ეს წელიწადში ერთხელ ხო ვაკეთებ რაღაცა ერთი მასშტაბური, რაღაც კონკრეტული სურვილების ჩაფიქრებას ერთი წლის ციკლის, ესე რომ ვთქვათ, თლიანობაში. რომ ვკითხულობ ხოლმე ესეთი ის მაქვს რიტუალივით, რა წლის ბოლოს ჩემ ამ სურვილებს გავხსნი წინა წლის სურვილებს და ესე ჩამოვარაგრაკებ, აბა რა მაქვს დაწერილი, რა ასრულდა, რა არ ასრულდა. და რაღაცა სურვილები არის ისეთი რომელიც რომ მეგონა რომ მაშინ ალბათ რომ წერდი ხომ მნიშვნელოვანი მეგონა, იმიტომ ხო ანუ ისე არ დამიწერია. თან ძალიან გააზრებულად და ძალიან შეგრძნებები და ყველაფრით. მაგრამ რა ვკითხულობ, ხვდები რომ აი ამ კონკრეტულ სურვილს რაღაცა თავისი ფასი აქვს დაკარგული, აღარ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ამიტომ ჩემი აზრით არც ამ ნაწილში არ უნდა შევზღუდოთ ჩვენი თავი, რომ მაგალითად დღეს რომ რაღაცა მეგონა ღირებული
და თუ ხვალ რაღაცები შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, ჩემ შემეცნებაში და ასე შემდეგ, ანუ მაქვს უფლება, რომ შევცვალო სურვილი და იმაზე აღარ ფოკუსირდა. თუმცა ეს ახლა დღეს ეს მინდა ხვალის მინდა ზეგის მინდა ცოტა უფრო არასერიოზული არის ეგ. ანუ უფრო ცოტა მე გლობალურ და ესე მასშტაბურ სურვილებს გულისხმობ რა. აი მანიფესტაცია რა არის, როგორ მუშაობს და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მართო ჩემი ცხოვრება ისე როგორც მე მინდა. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ იმაზე, თუ რა გვინდა და როგორი გვინდა იყოს ჩვენი სასურველი ცხოვრება. რაც უფრო ხშირად გააჟღერებ დაელაპარაკები სამყაროს, უზენაეს, ღმერთს, ანგელოზებს, ვინც არის თქვენთვის ისეთი არამიწიერი ღირებული და გაუზიარებთ თქვენს შინაგან შეგრძნებებს, ძალიან კარგი იქნება. ანუ აი მაგალითად სამსახურის შეცვლა თუ გინდა, დილას რო ადგები, გააჟღერე როგორი სამსახური გინდა რა გქონდეს და როგორ სამსახურში გინდა რა ცხოვრებდე. და არა მაგალითად, აუ კიდე ერთი ახალი დილა გათენდა და როგორ არ მინდა სამსახურში და როგორ არ მინდა აქ მუშაობა. რაც ისევ დაგტოვებს იმ ძველ სამსახურში. ამიტომ არ მინდაზე ფოკუსირება გტოვებს იმ არასასურველ რეალობაში, რომელშიც ხარ. ნაცვლად წუწუნისა შეუქმნა ისეთი ფიქრებით მაინც შეუქმნა ისეთი. კი, ფიქრებით მაინც ეს შეგრძნებებით. აი, ნახე, როცა ანუ მხოლოდ გონებით ფიქრი კი არა, აი აქ ტრიალებს ენერგია. ეს ენერგია რაც აი აქ არის, უნდა ჩაიტანა შიგნით და იგრძნო. აი ნახე, თვალებს დახუჭავ და ან შეიძლება გახარული თვალები წარმოიდგინო შენს ვიზუალიზაციაში, როგორია ის შენი სასურველი გარემო. რამდენი საქმე გაქვს, რა პოზიციაზე ხარ, როგორ გიქცევიან, გეპყრობიან შენი თანამშრომლები, როგორ სკამზე ხარ, როგორი მაგიდა გაქვს. თუ ვიზუალიზაცია გიჭირს და ხმის ესე რა ვთქვათ, სმენის ორგანო გაქვს უფრო გააქტიურებული, აი წარმოიდგინე რაღაცა მოლაპარაკებებს, როგორ აწარმოებ იმ შენ სასურველ სამსახურში. თუ აი ეს შეხება არის შენთვის მნიშვნელოვანი, აი წარმოიდგინე როგორ გაცვი ესე ლამაზად, შენთვის ლამაზი როგორ არის, შენ სასურველ სამსახურში იმ პოზიციაზე როგორი სკამია, როგორი დეკორია, ამ შეგრძნებებს მიყავ ხარ აი ამ შენ სასურველ რეალობასთან. აი ეგენი მაინც არის ახლა გარეგანი ობიექტები, ხო? აი ის გამომიწარმოვიდგინე შევეხე, მაგრამ ეგ გარეგანი ვიზუალი შეიძლება მართლა ახდეს, მაგრამ როგორც ჩვენ თქვი, იმ ახალ სამსახურში არ ვიყო ბედნიერი. ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ისიც წარმოვიდგინე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ აი ამ ვიზუალიზაციის შემდეგ რა ემოციები მოდის, აი შენ ხო აი ახალ სამსახურში ხარ, ხო? აი შენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა, მენტალური მდგომარეობა როგორია, ესეც მნიშვნელოვანია, რომ შეიგრძნო. რომ აი მაგასაც უნდა დააკვირდე, იმიტომ რომ იმ შენ სასურველში რო ხარ, რაღაცა ემოცია ხო მოდის, რაღაცა განწყობა ხო მოდის, ესენიც უნდა დაიჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასაც აი სახელი დაარქვა, რომ ეხა ეს არის რაღაც ბედნიერება, თავისუფლების შეგრძნება, სიმსუბუქის შეგრძნება. ანუ აი ამ მდგომარეობებში, რაც უფრო ხშირად ამყოფებს შენ თავს, ხო? ეს მდგომარეობები უფრო და უფრო ხანგრძლივად დარჩება შენთან. აი ხშირად არის ხოლმე კიდე როდესაც ადამიანს გვაქვს, აი თავიდან კი ვახსენეთ, მაგრამ აი ცოტა კიდე მინდა რომ აქ თემა შევეხოთ, ბლოკები, გონებაში არსებული ბლოკები, ლიმიტებზე ვილაპარაკეთ დასაწყისში, მაგრამ აი რაღაცა სურვილი მაქვს დიდი, მაგრამ ჩემი რაციო ან რაღაც პროგრამები, რაც ბავშვობიდან ჩამიდეს, მეუნება რომ ეს შეუძლებელია, რაღაცა არალოგიკურია ხა რომ მე ხვალ ახალი სამსახური ვიშოვ, ან მილიონი ვიშოვ, ან რაღაცა უცბად სასწაული მოხდეს. ეს მე არასოდეს მინახავს, ამიტომ ვერ წარმოვიდგენ მაგას ესე ნათლად და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეგეც, რომ მაგალითად ეს რაციო გავთიშოთ, ასე ვთქვათ და ვარდისფერი სათვალე გვეკეთოს. ანუ ვარდისფერ სათვალეს არ დავარქმევდი. ან დროებით ვარდისფერს. იცი როგორ არის მაგაში ეს ბლოკების მასახსნელად ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს. ყველაზე კარგი აფირმაცია, რაც ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს და ამას ძალიან ხშირად ვაპრაქტიკებ. აი ყველა აი ესეთი მსგავსი მანიფესტაციის ფორმულირების ან გაჟღერების შემდეგ, აი თუნდაც უმნიშვნელო რო იყოს, ყოველთვის ვამატებ ამ წინადადებით ვამთავრებ, მე მეკუთვნის, მე ვიმსახურებ, მე ღირსი ვარ, მე მეკუთვნის, მე ვიმსახურებ, მე ღირსი ვარ, იმიტომ რომ ხშირად ეს ბლოკები აი ელემენტარული
ბავშვობიდან არის წამოღებული, როდესაც რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, ჩვენი მშობლებისთვის ან ზოგადად რაღაცას ვაშავებთ და არ ვიღებთ ამის გამო საჩუქარს და ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ შენ ღირსი ხარ, შენ არ იმსახურებ ახლა ამას, ანუ ეს ისე შეიძლება დაილეკოს, რომ ჩვენ კონკრეტულ სურვილებთან მიმართებაში ეგეთი ლიმიტები თავადვე დაუწესოთ, რომ ახლა ამის დრო არ არის, მე არ ვიმსახურებ. ამიტომ ხშირად, აი როგორც პატარა ბავშვს ეტყოდი, შენ შინაგან ბავშვს ეტყოდი, ხშირად აი ყოველდღე სულ არაფერი არ ჩაუთქვა და არაფერი არ იმანიფესტირა, ხშირად გაუმეორე საკუთარ თავს, რომ მე აი ამის ღირსი ვარ, მე ვიმსახურებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. ну, გარდა იმისა, რომ ბავშვობიდან შეიძლება რაღაცა ბლოკები და კოდები გვაქვს და მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ არ ხარ ღირსი და უნდა დაგვემსახურებინა და მაგ შემთხვევაში მოგცემდნენ კამფეთს თუ კარგად მოვიქცეოდით და ასევე შეიძლება რაღაც დანაშაულის გრძნობიდანაც მოდიოდეს თუ დანაშაულის შეგრძნება ეგ კიდე ცალკე ამბავი არის, რომელიც ასევე რაღაცა ბარიერებს გვიქმნის ჩვენი სასურველი რეალობის შესაქმნელად. მანდაც კარგი პრაქტიკები არსებობს, როგორ შეიძლება ეს დანაშაულის შეგრძნება ჩამოიხსნა და პირველი ამაში გეხმარება შენ შინაგან ბავშვთან დაკავშირება, რომ შენ შინაგან ბავშვს რო შეხედავ და რო შეიგრძნო და რო ჩაეხუტები და ის რო გეტყვის რეალურად რა უნდა ესე გულით და სულით, ხო? მე ეს ენერგიები მოგაქვს. და რამე ტექნიკებიც არსებობს ამ შინაგან. ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს, როგორ შეიძლება ეს დანაშაულის შეგრძნება ცოტა გადადაგვერდით. ხო, იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნება არის ინსტრუმენტი, რითიც გვმართავს რაღაც. რითიც ვიმართებით და ისეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ, რაც რეალურად მართლა გულით გვინდა. ვერ ვაკეთებთ უბრალოდ. ჩვენ თავსაც ვისჯით. თუ არსებობს ეგრეთ წოდებული რაღაც ჯგუფური მანიფესტაცია. ну, აი მაგალითად რაღაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის და კოლექტიური სურვილებისთვის. კი, რა თქმა უნდა. ანუ საქართველოს გადარჩენისკენ მიმყავხარე. კი. ოღონდ აი მან ძალიან თავარი არის, რომ ჯერ შენ შიგნით გაანათო და შენ შიგნით იპოვო ეს რესურსი და ეს შიგნით აივსო და მერე როდესაც რესურსებით სავსე ხარ, უფრო მარტივად შეგიძლია გარშემო გადასცე ეს სინათლე და ეს სიხარული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ თუ შიგნიდან დაცლილები ვართ, ოღონდ ეს ყველაფერზე შეიძლება, ანუ მარტო რაც კოლექტიურზე კი არა, აი მე მაგალითად შენ ვერ დაგეხმარები, თუ მე შიგნიდან სავსე არ ვარ, ანუ მე თუ დაცლილი ვარ, ანუ ჩემი რესურსებით ვერ მოგწუდები, ესე რა ვთქვა და ვერ ვიქნები მანკურნებელი შენთვის. ამიტომ ჯერ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანი შიგნიდან შეივსოს, შიგნიდან განათდეს, შიგნიდან გამთლიანდეს, ესე რა ვთქვა და შემდეგ აი ეს გავრცელება აი ამ სითბოსი სინათლის მე თავისით ხდება, მაგაშიც ესე დიდ ენერგიას აღარ ხარჯა უკვე. აი თავისით ხდება, ანუ აი გამტარები ვხდებით და კოლექტიური მანიფესტაციაც რეალურად ეგ არის, რომ ჯერ ჩვენ რაღაცა ერთ დიდ ველს ვქნით ჩვენ შიგნით, რომელიც შემდეგ გარეთ გამოგვაქვს. ხა საქართველოსაც ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და რაღაც მეგობრებთან საუბრის დროს მინდა ხოლმე რომ შეუსწორო, რომ აი წარმოიდგინეთ დადებითი რაღაცა იფიქრეთ დადებითზე. აი მე მაგალითად რაც რაღაცა ნეგატიური ფორმით რაც ხდება, ის ინფორმაცია, ის რაღაცა სლოგანი თუ წარწერა არ გადავაზიარო და მაგალითად არა კი არ ვიხმარო ან რაღაცა აი არა ფორმულირებით კი არ იყოს ჩემი წინადადება გაჟღერებული. არამედ რა მინდათი გავავრცელო ჩემი ენერგია. კონსტრუქციული იყოს. აი ნელა უკვე ამ რაღაცა განვითარებაში და ზრდაში ხვდები რომ ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ჯგუფი მიყვავდა ლაშქრობაზე ფარავნის ტბაზე, სადაც მე თვითონაც არ ვიყავი ნამყოფი და დაგვიღამდა გზაში. საბანაკე ადგილი უნდა გვეპოვა, აი წარმოდგენა არ მქონდა სამდე მიმეყონა ეს ხალხი თან საბანაკე ადგილს ჭირდება რომ რაღაცა შეშის მოსაგროვებელი ვარიანტიც იყოს, წყარიც უნდა იყოს და რაღაცა პატარა პირობები უნდა იყოს და შინაგანად რაღაცნაირად ვიფიქრე რომ მეთქი ახლა ნეტა იქ ვინმე ღვთისმიერი კაცი დაგხვდეს ვისაც გულით იფიქრე. ხო, რომ აი რაღაც წყალი კონდეს, ცოტა ეზოც კონდეს ან რაღაც ესეთ პატარა საფრთხო გარემოც რო იყოს და აი დაგხვდა ზუსტად 5 წუთში ეგეთი კაცი დაგხვდა იქ. ოღონდ მე მივხვდი რას იცი რომ
როცა ამ კაცზე ვფიქრობდი, ჩემ ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა უკვე მომხდარი იყო სხვადასხვა ლაშქრობების დროს, როდესაც მივლია და ხვდებოდნენ ეგეთი ადამიანები და ეს განცდის დონეზე ვიცოდი როგორი განცდა იყო, შეგრძნების დონეზე ვიცოდი და ჩემს ბაზაში ეს შეგრძნება არსებობდა და ეს შეგრძნება ჩემი ბაზიდან ამოვიღე, ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან. უბრალოდ გააქტიურე. და უბრალოდ გავააქტიურე. ეგ არის. ამიტომ ალბათ ეს ანუ მიუწვდომლად არ მიიჩნია. ხო. ანუ უბრალოდ გულით ისურვე და ეს ინფორმაცია შეგრძნებები უბრალოდ განაახლე და გააქტიურე რა. მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა რომ ცოტა ისე მკაფიოდ გამოვყოთ. ჩვენ მაინც ქრისტიანული კულტურა ვართ რა და ქრისტიანობა ზოგადად მორჩილების რელიგიაა რა. მორჩილები ვართ ღვთაებრივი ნების და ღვთაებრივი განგების და ყველაფერი ღმერთის მიერ ხდება. და ნუ თავარ ლოცვაში რაც ქრისტიანებს გვაქვს, მამაო ჩვენოშიც, იქაც არის ეგეთი ფრაზა, ხო? იყოს ნება შენი. და ხშირად არის ხოლმე რომ ნუ რა უქნათ რა ეს უფლის ნება იყო და ამ მორჩილებაში ვართ. აი ამ შემთხვევაში რამდენად არის მნიშვნელოვანი რომ ეს მორჩილებაც გქონდეს და აი სად არის, აი თუ არსებობს რაღაც ეგეთი ზღვარი რა, აი ამ მორჩილება სადაც ჩემ პირად სურვილებს შორის, რა მე მინდა ეს რაღაც რომ მოხდეს და აი მაგის შესახებ თუ შეგიძლია რომ მითხრა 1-2 სიტყვა. მან არ მაქვს ის მომენტი რომ უმადურობის განცთან აი რატო დამემართა არ მაქვს რა ანუ აი ძალიან გაცნობიერებულად აი მაგ დროს ყველაზე ზრდასრული ვარ ხოლმე ანუ ვიღებს აი როგორც ზრდასრული იღებს პასუხისმგებლობას თუმცა როგორც შემიძლია რომ შევცვალო გამოვასწორო ბოლომდე მივყვები ყველა თითოეული გამოწვევა რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება რაღაცა ზრდას, რაღაცის შეცვლას ემსახურება და მანდაც კიდევ აი რაც არ უნდა მძიმე და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს და ეგეთებიც ძალიან არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაშიც ყოველთვის რაც არ უნდა შეუფერებლად ჟღერდეს იმ მომენტში ვეკითხები რომ რა სარგებლობა მოაქვს ამას ახლა ჩემთვის და როცა ეს პასუხი მოდის კიდევ უფრო მიმარტივდება რომ მოვიკრიბო შინაგანი ენერგია და ძალა და როგორც შემიძლია რომ გამოვასწორო. თუ შემიძლია, რა თქმა უნდა. დაბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ხდება. ეგ არის მინდობა ხო, რაზეც წერა. ჩვენი დიდი ბაბუები და ბებიებიც ხო სულ რაღაცა წარსულის ამბავს ყვებოდნენ და ჩვენს იმდენად ფეხი უნდა აუწყოთ ყველაფერს, დღევანდელობას, რეალობას, რომ რაც გუშინ ხდებოდა ისე აღარ მოხდება რა და მაგაში თუ ჩავჭით და მაგას თუ მივეცით აი როგორი იყოთ რაღაცა ხო წინ ვერ წავალთ და შესაბამისად ნუ იგივეს გავიმეორებთ და ამიტომ მანიფესტაციას ესე რა ვთქვათ კიდევ უფრო ესეთი მნიშვნელოვანი და ღირებული დატვირთვა რომ მიეცეს და ეს იმპულსები რასაც ვაგზავნით ხოლმე სამყაროში რომ ესე გემრიელად დაბრუნდეს ჩვენთან ვამთხოვ ხოლმე საკრალურ დღეებს ახალმთვარეობას და სავსემთვარეობას როცა ერთგვარი პორტალი იხსნება და უფრო მარტივად შეგიძლია მიაწვდინო შენი ხმა კოსმოს. ძალიან იშვიათად ვაზიარებ საჯაროდ. ანუ ამ ენერგიას, რაც ჩემთან მოდის პირადად, ჩემთვის ვიტოვებ და ეს უკავშირი ჩემთან რჩება. თუ ერთ ადამიანს მაინც რაღაცაში გამოადგება ჩემი პრაქტიკული რჩევები, ძალიან გამიხარდა. მეც ძალიან. მოგეთნიერებთ.